საქმეები ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. ჯერჯერობით. ყველაფერი შედარებითია. ქალაქი იბომბება. ბოლო 2-3 დღეს იჩუმე იყო. მოფრენები დაფიქსირდა, მაგრამ ქალაქის შემოგარეში. სხვა მხრივ ქალაქში რჩება სადღაც 40,000 ადამიანი. ბავშვებიც არიან. მაღაზიები და კაფეები ჯერ კიდევ მუშაობს. ჯერჯერობით უსაფრთხოა. უსაფრთხო როგორ ახლა? ისევ შედარებით. დღე გამოშვებით რეაქტიული артиллерიის მოფრენებია, კაბებით ბომბავენ, უპილოტოებით, მაგრამ ქალაქი დგას. артиллерია ჯერ ვერ გვხვდება, მხოლოდ რეაქტიულები, სმერჩი, ასევე რაკეტები არის ხოლმე. საავიაციო მართვადი ბომბები და უპილოტოები, შაჰედები, ლანცეტები, არსენალი ძალიან დიდი აქვს. ძირითადად ინფრასტრუქტურას ურტყამენ. თითქმის ყველა დავზარავთ, ძალიან ბევრი. კეთილობა გვაქვს, მაგრამ მთელ ქალაქში სამწუხაროდ ვერ ჩაირთო, რადგან ბევრი დაზიანებებია. შესაბამისი სამსახურები ცდილობენ როგორღაც გამოჩნდნენ და თავი გაართონ ამ სირთულეებს. ასეთი ვითარებაა და ფრონტი სულ უფრო გვიახლოვდება. სადღაც 25 კილომეტრში მოვიდა უკვე.